ეკლესიაში მოხვედი? რაღაცა უნდა მიიღო აქ. აქედან არ უნდა წახვიდე ისე რომ ხო რა ვიცი აბა დღეს ისე ვიყავ. არა, რაღაცა დღეს ახალი აქვს შენთვის ღმერთს. რაღაცა დღეს საოცარი აქვს შენთვის ღმერთს, იმიტომ რომ შენ ეს გჭირდება სულიერ სამყაროში. სერიოზული ბრძოლა მიდის ხალხო. ხვდებით? ადამიან მორწმუნეებმა უნდა გააკონტროლონ თან მით უმეტეს სულიერი ადამიანი, რომელიც მგრძნობიარია სულის მიმართ. ასეთი ადამიანები ზოგჯერ მგრძნობიარები არიან ეშმაკის სულის მიმართაც, იცით თქვენ? სული წმიდით ავსებული თუ არ არის ადამიანი, ამიტომ იყო ცარიელში რომ მოვიდნენ სხვები და დაბინავდნენ. სული წმიდით ავსებული თუ არ არის ადამიანი, გახსნილი არის არაწმინდა სულების. დები, ამიტომ თუ არ ახარ აი ამ სიტყვაში და არ ახარ იმ სიხარულში, არ ახარ იმ გამარჯვების პოზიციაში, ყოველთვის გიწევს ბრძოლა და იცოდე შენით რომ ებრძვი არასოდეს არ იქნები გამარჯვებული. იმიტომ რომ მასზე დაიმარჯვა მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტემ და შენ თუ იესო ქრისტეს სახელის გამოყენების უფლება გაქვს. როდის? როცა იესო ქრისტეს ემორჩილებ. როცა იესო ქრისტეს სამსახურში ხარ, მაშინ გაქვს უფლის სახელის გამოყენების უფლება. ამიტომ არის ხოლმე რომ მორწმუნეებ იესოს სახელით უბრძანებ, იესოს სახელით ვეუბნები და აი ხლა წამოვა, არაფერიც არ ხდება. არაფერიც არ წავიდა. არაფერიც არ მოხდა. არც განკურნება მოვიდა, არც სულილება მოვიდა, არც კურთხევა მოვიდა, არც წარმატება მოვიდა. რატომ? იმიტომ რომ ეკლესიაში სიარული მხოლოდ და მხოლოდ არ არის საკმარისი. თუ მოხვედი და მაინც მოხვედი, ბარემ წაიღე ის, რისთვისაც მოხვედი. იცი, მე როგორც მსახური და როგორც ქადაგებელი, მე ვატყობ ხოლმე ყველა ადგილას ატმოსფერო როგორი არის. სადაც სული წმინდის მმართველობა არის, სადაც ადამიანებს ღმერთი უყვარდა პირველ ადგილზე ყავთ დაყენებული. ადვილი ამსახურება. რატომ? იმიტომ რომ გრძნობიარეები არიან ესეთი ადამიანები. მოლოდინში არიან და აი ეს მოლოდინი ღმერთისგან არ იქნება ამაო, არ იქნება გამთხუნებული, იმიტომ რომ ღმერთი დაინტერესებულია დღეს რომ შენ გაკურთხოს.